თელმა საქართველომ ქოცების ჩათვლით იცის, რომ მზია ამაღლობელი ციხეში არ უნდა მჯდარიყო არც ერთი დღე. არც ერთი, ანუ არა თუ 2 წელი აქამდეც რატოზის ციხეში. იმიტოზის, რომ ვიღაცა გაზულუქებულ ნაძირალას უნდა რომ დასაჯოს სამაგალითოდ და თან ვერ სჯის, იმიტომ რომ ვერ გატეხა პიროვნულად რა. მზია ამაღლობელის არსებობა ზოგადად რა, და ქცევა არის გამარჯვება მისი ცალსახად. ეხლა აქ სამართლებრივად ხელის გარტყმისთვის წლების ციხეში გატარება, რომ სიგიჟე არის, იმას ლოყა აუწითლდა, რაღაც მართლა რთული არის ამაზე საუბარი, რომ შევაფასო, მართლზომიერია თუ არა მზია ამაღლობელის ციხეში ჯდომა. არ არის, რა თქმა უნდა, არაფერი ახლოს არ არის ამასთან, რომ ვიღაცა მართლა არაფერს არაკაც, რომელმაც იჩივლა იმისთვის, რომ ქალმა ხელი დაარტყა, ქალმა, რომელსაც აგინა და აფურთხა პირდაპირ მნიშვნელობით შეურაცხყოფა მიაყენა და იმან სილა გააწნა და ამაზე ეტკინა. ანუ რაზე არის საუბარი? პოლიციელზე ვსაუბრობთ, რომელიც უნდა გვიცავდეს ჩვენ და მერე მანამდე მისჯამდე საუბარი რომ იყო, რომ რაღაცა წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რომ და ეს პოლიციელი ეგრეთ წოდებული ამბობს, რომ მზია ამაღლობელი შეიძლება ვიღაცას დაესხას თავს და ცემოს და ატკინოს. ანუ ამ პოლიციელებმა უნდა დაგვიცვან ჩვენ, ამაზე ვსაუბრობთ, ან სრულიად არაადეკვატური არის ეს ყველაფერი. ხელისუფლება ცდილობს, რომ მზია ამაღლობელი დასაჯოს სამაგალითოდ, მაგრამ პირიქით ხდება ყველაფერი, ხელისუფლება ისჯება და დაისჯება ამ არაადამიანობისთვის.